რომელ კატეგორია პაციენტებს აწუხებს ხშირად ხერხემლის პათოლოგიები. ჩემი დაკვირვებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვს თანდაყოლილი ხერხემლის წელის სეგმენტის ვიწრო არხი. ნორმაში ხერხემლის არხი საშუალოდ არის დაახლოებით 19-დან 20 მმ-მდე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არის დიამეტრი ხერხემლისა 18 მმ-ზე ვიწრო, იქ იწყება ასაკთან ერთად ხერხემლის პათოლოგიები. ეხლა აგიხსნით რატო. როდესაც ხერხემლის არხი არის ვიწრო, ყველა პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, პატარა თიაქარი, ხერხემლის სახსრების ართროზი, დისკოზი, ეს პათოლოგიები ავიწროებს ხერხემლის არხს, რომელიც ისედაც ბუნებრივად ვიწროა და ყველა დინამიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხერხემალში, ასაკთან ერთად ძალიან სენსიტიურია ამ კატეგორია პაციენტებში. ხოლო ვისაც ფართო ხერხემლის არხი გააჩნია, ისინი უფრო მდგრადები არიან იმ პათოლოგიური პროცესების მიმართ, რაც ხერხემალში მიმდინარეობს. რამე თუ ფართო ხერხემლის არხში ნერვულ წყვილს გააჩნია სივრცე, რომ არ განვითარდეს მისი მიჭყლება, ხოლო ვიწრო არხში ის იჭყლდება ნებისმიერი ელემენტარული პათოლოგიისას.